ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, როგორც გითხარით, ახლა უნდა გადამინაცვლოთ ბრიუსელში, შევაჯამოთ რა ხდება. ერთი დღე რჩება ისტორიულ სამიტამდე, სადაც უნდა გადაწყდეს ევროკავშირის გაფართოების საკითხი, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ბრიუსელიდან ახლა ჩვენ შემოგვიერთება ქეთი კარდავა. ქეთი, მოგესალმები. საკმაოდ დამღლელი დღეებია, დარწმუნებული ვარ შენთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ველოდებით სამით, ხვალ და ზეგ, სადაც უნდა იქნას მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. მოდი მოგვიყევი, როგორია მოლოდინი, გაკეთდა არაერთი განცხადება, საკმაოდ პოზიტიური სიგნალები მოდის. რა შეგიძლია დამატებით გითხრა? ჩვენ ქართველები, მაშინსადამე ევროპელები, აქ ევროპის პოლიტიკურ ცენტრში ველოდებით ერთადერთ გადაწყვეტილებას და აუცილებლად ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რატომ გვაქვს ასეთი მოლოდინი და რა გვიქმნის ამის განწყობას? პირველ რიგში პოზიტიური დასკვნა ევროკომისიიდან, რაც გადმოგზავნილია და დევს მაგიდაზე ევროკავშირის ლიდერებისთვის იმ მთავარ დარბაზში, სადაც 27 ქვეყნის ლიდერი უნდა შეიკრიბოს. ასევე პირობა, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა ჯერ კიდევ გასულ წელს ივნისში მიიღო, როდესაც თქვა, რომ თუ შესრულდებოდა რეკომენდაციები, მაშინ მზად უნდა ყოფილიყვნენ ევროკავშირის ლიდერები პირობის შესასრულებლად და ისინი ამბობენ, რომ ერთგული არიან ყოველთვის პარტნიორებისთვის მიცემული პირობის და ბოლოს ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც არის, საფრთხეები, რაც მოდის რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინაში მიმდინარე ომი და განცხადებები, რასაც მარტო ამ კვირაში ვისმენთ, ესეც საკმარისია, არავის არ გამოუთქვამს ნეგატიური მოსაზრება, უარყოფითი პოზიცია აქ არ დაფიქსირებულა. ჩვენ არ ვიცით რა იქნება დახურულ კარს მიღმა ხვალ, მაგრამ განწყობა იყო აშკარად პოზიტიური და ამბობდნენ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა, რითაც განსაზღვრულია უკვე ჩვენი ადგილი ამ ორგანიზაციაში და უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დღეს, როდესაც ჯოზეფ ბორელს ვკითხეთ საქართველოს შესახებ, სხვათა შორის დღეს არ უნდათ საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე განცხადებების გაკეთება, ვინაიდან ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის სამიტია, მაგრამ ჩვენ მაინც ყველას დაუსვით კითხვა საქართველოს შესახებ. მათ გვითხრეს, რომ საქართველოს სწორი გზით მიდის, ეს გზა უნდა გაგრძელდეს. გუშინ, როდესაც ოლივერ ვარჰეის ევროკომისარს ვკითხე, ვინც წარადგინა საერთოდ ეს ანგარიში 10 ქვეყნის შესახებ, მან ჩემ კითხვაზე საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ხვალ ძალიან დაძაბული დღე იწყება და არ ვიცით თუ როდის შეიძლება გამოცხადეს გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ველოდებით ყველა, თავად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირებიც ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში გამოაცხადონ ის, რაც უნდა იყოს 2023 წლის მთავარი წარმატება ამ ორგანიზაციისთვის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ივლისში ზაგრებში. როგორც ყოველთვის, იყო შესანიშნავი შეხვედრა და მე მხარს ვუჭერ საქართველოს ძალისხმევას. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიღებული იქნება. ვულოცავ ქართველ ხალხს, ვულოცავ საქართველოს მთავრობას რეფორმებისთვის, გაწეული ძალისხმევისთვის, რომელმაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება. ეს არ მომიმზადებია საგანგებო გზავნილი საქართველოსთვის, მაგრამ თქვენ იცით კარგად რა მაქვს გულში საქართველოსთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. ქეთი, მოდი ვისაუბროთ უნგრეთის პოზიციაზეც. ახლა მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ იმაზე, არსებობს თუ არა რესურსი შეთანხმებისთვის და რა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე. მაგალითად, უკვე გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკომისიამ განბლოკა 10 მილიარდი ევრო უნგრეთისთვის. ხო, შეიძლება თუ არა ეს იყოს გარკვეული ფაქტორია მოლაპარაკებაში, რას ამბობენ ბრიუსელში? ჩვენ ველოდებოდით დასავლეთ ბალკანეთთან სამიტზე, რომ ამ დერეფანში გამოვივლიდა წითელ ხალიჩაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და გააკეთებდა მედიასთან განცხადებას. ასეთი იყო მოლოდინი, მაგრამ ვიქტორ ორბანი არ გაჩერდა ჟურნალისტებთან, ის სხვა შესასვლელიდან შევიდა მოლაპარაკებების ოთახში და პირველი შეხვედრა მან გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. ეს იყო პროტოკოლი
უნიკალური კადრები, ერთი შეხვედრით, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა, მომღიმარე სახეები, გულთბილი მისალმება, ეგრეთ წოდებული ჰენდშეიკი, მაგრამ ოთახში იგრძნობოდა დაძაბულობა ჰაერში, რომელიც უფევდა. ამ შეხვედრის შემდეგ ვიქტორ ორბანმა განაცხადა, როგორც გამოვიდა მედიასთან ინფორმაცია, რომ მას მოსაზრება არ შეუცვლია. ის ამბობს, რომ დღის წესრიგშიც კი არ უნდა იყოს შეტანილი უკრაინის თემა, მაგრამ მაგიდაზე დევს დღის წესრიგი, რომლის პირველი საკითხი არის უკრაინა, შემდეგ მოდის ახლო აღმოსავლეთი და გაფართოება. რაც შეეხება გამბლოკვას 10 მილიარდი ევროს. ევროკომისიამ ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ზუსტად მაშინ, როდესაც შარლ მიშელი ხვდებოდა ვიქტორ ორბანს. მაგრამ როგორც ჩვენ გვითხრეს, უნგრეთს პოზიცია არ შეუცვლია, ვინაიდან აქ საქმე არის 30 მილიარდზე. უნგრეთი ამბობს, რომ 30 მილიარდი, რაც საერთო ჯამში არის გაყინული, უნგრეთის უნდა მოხდეს ამ თანხის სრულად გამბლოკვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უნგრეთი ამბობს, რომ ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ანუ გამოიყენებს იმ უფლებას, რომელიც ყველაზე ძალიან არ უნდათ, რომ აქ რომელიმე სახელმწიფომ გამოიყენოს, ვინაიდან როგორც თავად ამბობენ მთელი კვირა, ეს ეხება ევროკავშირის მომავალს, ეს ეხება ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურას და მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტი იყო. არავის არ უთქვამს, რომ შესაძლოა უარყოფით კონტექსტში გადავიდეს დებატები. ყველამ გამოთქვა წინასწარ იმის იმედი, რომ შარლ მიშელი შეძლებს კომპრომისის მიღწევას, რომ დაიყოლიოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ერთად გამოაცხადონ გადაწყვეტილება უკრაინა მოლდოვასთვის მოლაპარაკებების გახსნაზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. კიდევ ერთი დეტალი, დღეს პირველად მოვიდა პრემიერის რანგში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ანუ ყოფილი პრეზიდენტი ევროკავშირის, მოქმედი პრეზიდენტი შარლ მიშელი და ითქვა, რომ ეს ორი პერსონა იქნება მთავარი ხვალ. დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ორბანი პრაგმატული პოლიტიკოსია და შეიძლება, რომ გადმოიყვანონ იმ მხარეს, სადაც არის ევროკავშირი და სადაც არის ევროკავშირის მომავალზე საუბარი. მოკლედ ყველა ველოდებით რა სიზამს ვიქტორ ორბანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მოდი განვიხილოთ ესეთი შესაძლებლობაც, რომ ვიქტორ ორბანმა დაბლოკა უკრაინის საკითხი. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ავტომატურ რეჟიმში ყველა ქვეყანა, ვინც მოელის, მათ შორის ჩვენც კანდიდატის სტატუსს, ვინც მოელის უფრო წინ წასვლას, ანუ მოლაპარაკებების გახსნას, ნიშნავს თუ არა, რომ დროში გადავადება ეს პროცესი თუ შეეხება მხოლოდ უკრაინას. აი, როგორ ფიქრობ, რა მოსაზრებები არსებობს? მესმის, რომ ახლა 100%-იანი პასუხისგაცემა ამაზე რთულია, მაგრამ რადგან ალბათობის თეორიით მსჯელობთ, რას ამბობენ ბრიუსელში? კი, ჩვენ ვამბობთ, რომ პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია და ყველანაირი სცენარია შესაძლებელი. აბსოლუტურად ყველანაირი. გააჩნია დებატები და დისკუსია მთავარ დარბაზში როგორ წარიმართება. დღის მეორე ნახევარში უნდა დაწყებულიყო სამიტი და დაიგეგმა, რომ დილის 9-ის ნახევარზე, ანუ თბილისის 12-ის ნახევარზე დაიწყოს, რადგან დიდი დრო ჰქონდეთ უკვე ლიდერებს. რაც შეეხება ამ ორი საკითხის ერთმანეთთან ბმას, არავინ ამაზე განცხადებას არ აკეთებს. ამბობენ, რომ პრიორიტეტი არის უკრაინა, უკრაინასთან ერთად მოლდოვას ყოველთვის ასახელებენ, მაგრამ ამბობენ, რომ საქართველო აუცილებლად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება ამ ორი საკითხის უკვე დარბაზში ერთმანეთთან მიბმას, ნაკლებად სავარაუდოა, როგორც აქ ითქვა, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე იყოს გადაწყვეტილება მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს უსამართლო იქნება და ძალიან ბევრმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ძევალი არ უნდა იყოს ამ პროცესის რომელიმე სახელმწიფო, მაგრამ ლიდერებიც, სახელმწიფო მინისტრებიც გუშინ ამბობდნენ, რომ პრიორიტეტი და ძირითადი წამყვანი ძალა ამ დისკუსიების დროს არის უკრაინა და მათთვის პრიორიტეტულია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა პრობლემა გადაიჭრას და შემდეგ მიყვნენ დანარჩენი სახელმწიფოები, ანუ გაფართოების პაკეტის განხილვა უნდა მოხდეს ერთდროულად. ამიტომ ამ დროისათვის
ჩვენთვის ჯერ ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, მხოლოდ საქართველოზე იქნება თუ არა გადაწყვეტილება მიღებული. ეს ჩვენ გსურს, რომ ასე მოხდეს, რომც დაიბლოკოს უკრაინა მოლდოვას საკითხი, მაგრამ რამდენად არის ეს რეალური, ამაზე ჯერჯერობით ძალიან ძნელია საუბარი. კეთი, სანამ დაგემშვიდობებით, ახლა ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ და ამიტომ მკითხავ, თუ არის ცნობილი მეტნაკლებად ზუსტი დღის წესრიგი სამიტის მიმდინარეობის, ან დაახლოებით პროგნოზი რომ გააკეთო, როდის შეიძლება იყოს საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი? ესე იგი, დღის წესრიგი, როგორც გითხარით, ასეთია, ჯერ დაამტკიცებენ განსახილველ თემებს ევროკავშირის ლიდერები, ეს ლიდერები მოსვლას ევროპულ საბჭოში დაიწყებენ თბილისის დროით 12-ის ნახევარზე, ანუ დაახლოებით საათნახევარი მიმდინარეობს ხოლმე ეგრეთ წოდებული ერაიველები, ანუ მოსვლა ლიდერების, შემდეგ უკვე მთავარ დარბაზში გადაინაცვლებენ, დაადგენენ განსახილველ თემებს, პირველი იქნება უკრაინა, სავარაუდოდ, როდესაც საუბარია უკრაინაზე, აქ იქნება თავდაცვის ხარჯები, დახმარება, ფინანსური ნაწილი და ზოგადად აგრესიის კონტექსტი. მესამე იქნება ახლო აღმოსავლეთი და მეოთხე არის გაფართოება. ვიქტორ ორბანი ამ დრომდე ამბობს, რომ გაფართოების პაკეტის განხილვა უნდა ამოიღონ. ისიც ითქვა, რომ შესაძლოა მესამე დღე დაემატოს სამიტს, თუ კი ვერ მოხდება შეთანხმება და თუ არ იქნება ეგრეთ წოდებული თეთრი კვამლი ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში, მაგრამ თუ მოხდა შეთანხმება, ჩვენ ველოდებით, რომ გვიან დღის ბოლოსკენ შესაძლებელია 6 საათის შემდეგ უკვე გამოცხადდეს გადაწყვეტილება. როგორია ეს პროცედურა? ჯერ გაავრცელებენ დეკლარაციას, შეთანხმებულ დეკლარაციას. მნიშვნელობა არ აქვს, ანუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს დეკლარაცია მაინც უნდა გამოვიდეს, რომელშიც იქნება ჩანაწერი თუ რა კონსენსუსამდე მივიდნენ, ან მივიდნენ თუ არა საერთოდ ამ თემაზე. ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, ესპანეთი თავმჯდომარეობს ევროკავშირს და ჩვენ ველოდებით, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრიც, ვინაიდან ბელგიამ უნდა გადაიბაროს ევროკავშირის თავმჯდომარეობა და ერთი დეტალი, დასავლეთ ბალკანეთის სამიტი დასრულდა რამდენიმე წუთის წინ და მათ გადაიღეს სამახსოვრო ფოტო ლიდერებმა. ბოლო წუთამდე არ მოვიდა ლიდერებთან ამ ფოტოზე ვიქტორ ორბანი, მას ჰქონდა წამიერი გაელვება, შემოვიდა ეგრეთ წოდებულ family ფოტოზე, დადგა ავსტრიის კანცლერთან ერთად და პირველი იყო, ვინც დატოვა ის ადგილი, სადაც გადაიღეს ფოტო. ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ ის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ევროკავშირში მარტო ჩვენ ვართ. ყველა წასულია, ხუმრობდით, რომ შუქი დღეს ევროკავშირში ჩვენ უნდა ჩავაქროთ. ქარიშხალის ძალიან ძლიერი ქარიშხალის წინ არის სიწყნარე და დილას ყველა ერთად შევიკრიბებით. 1500-ზე მეტი ჟურნალისტი აქ. კეთი, მადლობა. პირველ რიგში ის, რომ ყველა ვინც შენთან კომენტარი გააკეთა, ყველა ლიდერი საუბრობს საქართველოს პოზიტიურად, ეს არის კარგის ნიშანი. პლუს ნახეთ ფოტოებში, რომ სანტა უკვე მოვიდა ევროკავშირში და მოკლედ ჩვენ წველით დადებით გადაწყვეტილებას და გემშვიდობებით, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინით, მით უმეტეს, რომ ყველა შეფასება ამის საფუძველს იძლევა საქართველოსთან მიმართებით. მადლობა ამ დამღლელი დღის ბოლოს, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და ჩაგვერთე.